ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შესაძლოა უწყებათა შორის კომისიის სხდომებში მონაწილეობა აღარ მიიღოს. ამის შესახებ შეხვედრების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ ისაუბრა. Deputatis თქმით, მან დღევანდელ სხდომაზე საჩივრები წარმოადგინა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ირინა იმერლიშვილის მხრიდან პირადი შეურაცხყოფა მოყვა. დღევანდელი უწყებათა შორისი კომისიის სხდომა იყო სამარცხვინო. ქართული ოცნების წარმომადგენელმა ქალბატონმა ირინა იმერლიშვილმა უკაცრავად, მაგრამ წიულკივილის რეჟიმში გადაიტანა პირდაპირ მნიშვნელობით ამ სხდომის მიმდინარეობა, მაშინ როდესაც მე ვახდენდი ფაქტების კონსტატაციას და უბრალოდ ფაქტობრივად წარმოვადგინე ის დარღვევები, რომლის შესახებაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აცნობა უწყებათა შორის კომისიას. როდესაც ამ კომისიას კოორდინირებას და რეალურად ხელმძღვანელობას უწევს ადამიანი, რომელიც მიუხედავად მისი პრაქტიკისა სტრასბურგში და მისი განათლებისა საფრანგეთში ზოგადად ვერ ანსხვავებს საკუთარ პირად პოლიტიკურ გემოვნებას და თანამდებობას, რომელსაც ის იკავებს, ხო? შესაბამისად, კომისია აღმოჩნდება ისეთი უუნარო, როგორიდაც ის არის. ბუნებრივია, რომ ასეთ დროს შეიძლება დასვა საკითხი, რატო უნდა ვიყო წევრი მისი და რატო უნდა ვიღებდე პასუხისგებლობას აი ამ ყველაფერზე. უწყებათა შორის კომისია დღეს წინა საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების განსახილველად შეიკრიბა. კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალ სხდომაზე კომისია ერთთვიანი მუშაობის ანგარიშს დაამტკიცებს. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დაწყებული საკადრო გადაადგილებისა და იმპიჩმენტის პროცედურები უნდა შეჩერდეს. პრეზენტაციამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ პოლიტიკური პარტიების მხრიდან გამოიწვია პროტესტი და არ სურდათ ხელმეორედ თუ მესამედ თუ მეოთხედ იმავე წერილებზე საუბარი. მე დღეს პირდაპირ ვთხოვე ნაციონალურ მოძრაობას დახმარება იმაში, რომ იმ რაიონებში, სადაც თვითონ ნაციონალური პარტიის წარმომადგენლებს შორის ხდება ურთიერთობების გარჩევა და მოგვარება და ეს იღებს საბოლოოდ იმპიჩმენტის ხასიათს, ეს პროცესი სასწრაფოდ შეაჩერონ. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი გიორგი ტუღუში დაინტერესდა კომისიის მიერ ადრე გაცემული რეკომენდაციების შესრულებით. სხდომაზე გამოიკვეთა ორი ძირითადი პრობლემა, ეს არის მიმდინარე დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა ვთქვათ იგივე ადიგენის და კასპიის რაიონში, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიის ჩატარების დროს, თუმცა აქ ასევე წამოიწია საკითხი თუ რა გაკეთდა იმ წინა დარღვევებზე, რომლებიც მიეწოდა კომისიას ჯერ კიდე რამდენიმე კვირის და თვის უკანაც.